ამერიკისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს. მხარეების განცხადებით მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები პროდუქტიული იყო. მათი თქმით, ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო. უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებაზე. ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში გადაუჭრელი საკითხები შეამცირა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჭირდება დრო გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას 5 შაბათისთვის მიაღწევენ, თუმცა მიანიშნა, რომ ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. მანამდე 21 ნოემბერს ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი საგანგებო ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ქვეყანა მძიმე ზამთრის წინ, მძიმე არჩევანის წინაშე დგას. სამშვიდობო დოკუმენტის თანახმად უკრაინას გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა. ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის დე-ფაქტო კონტროლს დაექვემდებარება. საუბარია საბოლოოდ უარის თქმაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე ნახსენებია უკრაინის არმიის ზომისა და შეიარაღების ლიმიტის დაწესება. საუბარია გარკვეული ტერიტორიის დემილიტარიზაციაზეც. ექსპერტები თვლიან, რომ გეგმა დიდწილად ეხმიანება რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ წამოყენებულ ხის მოთხოვნებს. შეთანხმება სავალდებულოა, დამრღვევები დაირჩებიან და მის ზედამხედველობას სპეციალური საბჭო გასცევს. ომი რეალურად მიმდინარეობს უკრაინაში და ევროპის ტერიტორიაზე, შესაბამისად ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაში უნდა მონაწილეობდნენ უკრაინელები და ევროპელები. ამიტომაც ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს შვეიცარიას სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ზოგადად ისტორიული კანონზომიერება, სამართლიანობა და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება იქნება ის და დასრულდება ეს მოლაპარაკებები. დიდი იმედი გვაქვს ისე, რომ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული უკრაინის ეროვნული ინტერესები, იმიტომ რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები დღეს გულისხმობს მთელი ევროპის ეროვნულ ინტერესს, მთელი ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებას. თვითონ უკრაინის პრეზიდენტსაც კი მოუწია იმის თქვა, რომ არჩევანი გვაქვს ორი. ან დავკარგოთ სტრატეგიული მოკავშირე და მთავარი მოკავშირე, ან დავკარგოთ ღირსება. ჩვენ ამას წინასწარ მეტყველებდით, რომ ვიცოდით, რომ აქამდე მივიდოდა საქმე, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერა, თითქოს და ეს ეფემერული მხარდაჭერა, რომელიც მოდიოდა ევროპის ქვეყნებისა უკრაინისადმი, დიდი თქვათ შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა. არც გააზრებული იყო, მათ მხოლოდ ერთადერთი რამ ადარდებდათ, რომ მათ ტერიტორიაზე არ მომხდარიყო რაიმე სამხედრო კონფლიქტი და უკრაინაში თუნდაც ქვაქვაზე არ დარჩენილიყო. ეს არ იყო სწორი მიმართულება, ეს არ იყო სწორი ხედვა ამ საკითხისა და მივიდნენ ამ სავალალო მდგომარეობამდე. განახლებული საარჩევნო კოდექსის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. კოდექსის მთავარი საკითხი ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესის ცვლილებას ეხება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში შეეძლებათ. მმართველი გუნდი ამის მიზეზად არჩევნებში გარეთ ძალების ჩარევის შეზღუდვას ასახელებს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მთავრობას მხარს არ უჭერს და ქართულმა ოცნებამ ცვლილებები ამ მიზეზით განახორციელა. პოლიტიკოსთან ნაწილისთვის კი დაანონსებული ცვლილებები გაუგებარია და მმართველი გუნდისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვენ.
ჩვენ მკაფიოდ ვიხილეთ არაერთი მცდელობა, როგორც ტექნოლოგიური, ასევე პირადი მონაწილეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ საარჩევნო პროცესში ჩარევის გვახსოვს რა პროცესებში ჩაერთო. მაგალითად გერმანიაში შარშან იგივე გერმანიის კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როტი როგორ ცდილობდა ის ჩვენ საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას საკუთარი მიზნების განსახორციელებდა წინა საარჩევნოდ. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ემიგრაციისთვის გააზრება იმის, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი დაცლილი პირდაპირ თუ ირიბი ზეწოლისგან ასევე გააზრებული გადაწყვეტილება არის ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ექნებათ მისაღები თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო დანაწესის შესრულება, სადაც ნების თავისუფალ გამოხატვაზეა საუბარი. ბევრი სპეკულაციაც იყო. ერთ-ერთმა ის კი იკადრა, რომ არალეგალები საქართველოში როგორ ჩამოვლენოდა. მე დაუწერე კიდევაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით იყო, რომ თქვენ იცით, რომ არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან. ეს ტენდენციაა და თუ საკონსულო აღრიცხვაზე არ დგახარ, იქაურ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდები. ანუ ამ ადამიანების პრობლემა ისედაც არის და მეორე არის ინფორმირებული არჩევანი. ინფორმირებული არჩევანი არის ძალიან ესე იგი საინტერესო მიმართულება და ძალიან აუცილებელი მიმართულება, იმიტომ რომ ადამიანს თუ არ აქვს საშუალება გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, მაშინ ის ვერ იქნება ობიექტური და ამ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების დროს მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმირებულ არჩევანად. ათასობით საქართველოს მოქალაქეს უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, რაც ხალხსახად არის არადემოკრატიული ნაბიჯი და რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი და ერთადერთი საფუძველი მიზანი მისი არის, რომ ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად შეზღუდოს ემიგრანტები, რომლებიც არ უჭერენ მხარს რეჟიმს. ამიტომაც ერთადერთი мотиваცია აქვს ხმის შეზღუდვას ემიგრანტებისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით 4 ადამიანი დაიღუპა ქვეშეთი კობის გზის მშენებლობისას სავარაუდოდ მიწის მასის ჩამოშლის შედეგად. სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვნენ. ნაპოვნია 4 ცხედარი, ხოლო 1 პირი გადაყვანილია კლინიკაში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას. უწყების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეშეთი კობის გზის პროექტის მიზანია გააუმჯობესოს რეგიონში არსებული სიტუაცია და შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს. თან ქვეშეთი კობის პროექტის მიმდინარეობის დროს ფერდის გამაგრების სამუშაოებისას სავარაუდოდ ფერდის ჩამოშლის გამო დაიღუპა 4 და დაზარალდა 1 უცხოეთის მოქალაქე. ამ დროისთვის დაწყებულია გამოძიება, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, მათ შორის საავტომობილო გზების თანამშრომლები. გამოძიების დასრულების შემდგომ დადგინდება შემთხვევის გამოწვევი კონკრეტული მიზეზები. ამ დროისთვის მინდა გაცნობოთ, რომ დაზარალებული პიროვნების ჩამთვლობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, გვაქვს კომუნიკაცია მის მკურნალ ექიმთან და მისი მდგომარეობა არის სტაბილური. გუდაურის კლინიკიდან გადმოყვანილია 37 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე. მისი გადმოცემით პაციენტი სამშენებლო საგზაო სამუშაოების დროს მოყვა ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ. ამ ეტაპის გამარჯვებით ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრაუმის რეჟიმში. ამ ეტაპის მონაცემებით თავის კურნკერდის და მოცილისყრის ორგანოების ტრაუმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ამ ეტაპზე ჯერჯერობით რჩება ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობის და მეტვალყურეობის ქვეშ.